ცნენ და პირიქით ადამიანები ღმერთებად. ამავეერილის აზრით მთელი დედამიწის ისტორია ეს სიცრუეთა მდინარეა, რომელთა ტალღებში ჩაიკარგა ღმერთის მსგავსი ძალმოსილი უკვდავი. უკვდავი არსებების მოქმედება დედამიწაზე. ამავეერილის სიტყვებით რომ ვთქვათ, თუ დაიწყებდით კოსმოსში პლანეტის ძიებას სახელად ჯოჯოხეთი, აუცილებლად მოხვიდოდით დედამიწაზე. ჯოჯოხეთის აღწერილობა საკმაოდ დაემთხვეოდა ის სიტუაცია, რაც ხდება დედამიწაზე. თქვენი პლანეტის ხალხი როგორ ეკონტაქტებიან ერთმანეთს? აზრებით. გაქვთ თუ არა ნიშნები და დამწერლობა? დიახ. როგორია თქვენი პლანეტა? სახლი და დაბადების ადგილი. თქვენი მთავრობა გამოაგზავნის წარმომადგენლებს ჩვენთან შესახვედრად? არა. რა მისია გაქვთ? ნაკრძალი, საკუთარი გარემოს დაცვა. რა გაიგეთ დედამიწელების შეიარაღების შესახებ? დაბალია დამანგრეველი. რატომ არ გაამჟღავნეს თქვენმა წარმოდადგენლებმა თქვენი აქ ყოფნა? უყურებენ, აკვირდებიან, არანაირი კონტაქტი. ადრე მოდიოდით დედამიწაზე. პერიოდულად მიმდინარეობდა დაკვირვება. რამდენი ხანია რაც დედამიწას იცნობთ? ადამიანების გაჩენამდე.